მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, როგორც ხედავთ, ჯერჯერობით ვასრულებ ყოჩაღად. პირობას არ დამიდია, მაგრამ ვცდილობ რომ ყოველ დღე დაიდოს არხზე ბლოგი, მაქსიმუმ ყოველ მეორე დღეს და არ ვიცი სადამდე გავძლებ, ანუ შევძლებ უფრო სწორად, ვიტყოდი, შევძლებ ვლოგების დადებას, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ ძალიან არ მინდა რომ ერთმანეთს გავდეს ყველა ვლოგი, არ მიყვარს, მაგრამ ვეცდები რომ არ გავდეს. არ ვიცი ლიზას წუწუნი რამდენად გესმით, მგონი საკმაოდ კარგად ისმის. ეხლა 10 საათი დაიწყო დილის, საკმაოდ ადრე დავიწყეთ დილა როგორც ყოველთვის და ეხლა უკვე ეძინება. მე ყავას ვსვავ, რომელიც არ დამისრულებია, რა თქმა უნდა, არ მაცადა და ესე იგი, აქედან დავიწყებ დღეს. შემდეგ ვლოგში ალბათ კარგი იქნება რომ 24 საათი გადავიღო, ხო? მე მგონი ძალიან საინტერესო იქნება. შემდეგ ვლოგში, მაგრამ დღეს მხოლოდ დღის მანძილზე გადავიღებ, საღამომდე სანამ დავაძინებ ლიზას. რაცა რომ წავედით ახლა და დღის პირველი ძილი უნდა დავაძინოთ, აშკარად ეძინება და შემდეგ უკვე გავაგრძელებთ ვლოგს. დავაძინე ლიზა. ეხლა არის 10:30. 9 საათზე დავიწყე დაძინება მაგისი. ახლა არის 10:30. სოსო მოიტანა ეს 3 ტომარა სარეცხი. რომელიც რა თქმა უნდა ჩემი დასაკეთია. მაგრამ ჩვენ ახლა დავიძინებთ. იმიტომ რომ ძილი არასდროს არის ზედმეტი, როცა პატარა ბავშვი ყავს სახლში. მირჩევნია ახლა დავიძინო. არ ვიცი რამდენ ხანს მოვასწრებ. მაგრამ დავიძინო მირჩევნია ლილესაც ძინავს, ამიტომ ვისარგებლებ მომენტით. დავიძინებ და რო გავიღვიძებთ ყველანი, მე გაგრძელდება ჩვენი ვლოგიც, ასე რომ არჩევანი გავაკეთე ძილზე. ჩავაქროთ შუქი ყავა, არ დამილევია ბოლომდე, მაგრამ ნუ მე ახალს გავიკეთებ და დავლევ. ასე რომ 1 საათიც რო დავიძინოთ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ წავედით. გავიღვიძეთ, გენაცვალე, გავიღვიძეთ. ლოგინი ცოტა მივასწორე. ესე იგი დავიძინე სადღაც 11-ის წუთებზე. და გავიღვიძეთ 2:30-ზე, 2:20 წუთზე სადღაც ესე რა. კარგად ეწინა. ნამდვილად. ვისადირეთ ახლა თქვენ გარეშე და სანამ საქმეებს დავიწყებ, წყალი უნდა გადავივლო. ლიზაც ნაჭამია, ლილეც ნაჭამია. ამიტომ სანამ საქმეებს დავიწყებ, წყალს გადავივლებ და მე გავაგრძელებ საქმეებს. იგი სანამ ლიზას ძინავს, სხვათა შორის ლილესაც ეძინა, მაგრამ გაიღვიძა ახლა 2 წამის წინ. ახლა ხანს გამოვიდა. ჩვენ გვაქვს აქ აი ამ რაოდენობის საქონლის ხორცი. გავაკეთოთ დღეს. სხვათა შორის არ არის ცუდი ნაჭერი. ამით უნდა გავაკეთო ცოტა სუპი ლილესთვის. კომოსტოს ჩაშუშული და ცოტა ხორცი უნდა შევუნახო ასევე ლიზას და ნახოთ ახლა ეს ამბავი თუ გამოგვივა აი ამ ნაჭრით. რა არის? აუ დაბლა არის დე. ეს გადმოვიღოთ ახლა და ერთი პირი წყალი უნდა ავუდუღოთ ამას და მე უკვე დავიწყებთ კეთებას. მაგრამ მანამდე აუცილებლად ერთი პირი წყალი უნდა ავუდუღოთ. ისე გამოიყურება. კარგი ნაჭერია სხვათა შორის. უკეთესებიც არის, მაგრამ ნუ ნორმალური ნაჭერია. ამას უბრალოდ ესე რამოდენიმე ნაჭრად გავჭრი. და დავადგავ წამოდუღებამდე. ლიზასთვის გადავდებ ახლა მე. ცოტა უნდა ლიზას ბევრი არ უნდა. ესეთ ნაჭერს გადავდებ, რომ ხვალე სუპი გავუკეთო.
დანარჩენს მოუხარშავ. არა? ამას ჯერ დავჭრით და მერე გავრეცხოთ. ესე იგი მოიხარშა არა, წამოდუღდა. ეხლა ამოვიღებთ ამას და ამ ქვაბს ისევ გავრეცხავ და ამ ქვაბშივე დავადგავ სუპს და ჩაშუშულს გავაკეთებ ღრმა ტაფაში. გავამზადე როგორც სუპისთვის, ასევე ჩახუშურისთვის ტაფილო ხახვი და ნიორი და კარტოფილის სუპისთვის, კარტოფილის არ უშვები ჩაშუშურში. ესეც გავრეცხე. ეს არის სუპისთვის. მოვთუშოთ. აი ესეთი ცოტა ნახევარი ყვავი არა დაახლოებით რომ შეიჭამოს. თითო ჯამი არის ყველასთვის. 3 ჯამი სადღაც ხო მაქსიმუმ 4. აი ესე და მე ცოტა ხანში დავამატებთ ამას ბრინჯს, მწვანილს, ნიორს ცოტას და მარილს და დამთავრდა. Issues by age 3, we all know we should brush it, but просраться и переваривать нормально пищу, извините. Ну, там ее давали так легко. Вот что хочешь делать. Теперь есть младенец. Но все равно с младенцем все равно легче. Вот он хотя бы спит, лучше хочет. А Аня-то вообще отличается, нифига не спит. Я имею в виду днем. ესე იგი ლიზა აქეთ ჭამს. და სანამ ჭამს ვისაუბროთ. ესე იგი შემეძლო ამის დღის მეორე ძილზეც რომ დამეცინა. მეც საკმაოდ დიდხანს ეძინა, ეხლა არის 9-2 წუთი და დავაძინე 5-ისკენ მგონი თუ არ ვცდები. კარგად ეძინა და შემეძლო რომ ეს 2 საათნახევარი ან 3 საათი მეც დამეძინა, მაგრამ სამაგეროდ ბევრი რამე მოვასწარი. თითქმის სარეცხი დავკეცე, თითქმის. რა თქმა უნდა არ შემილაგებია, სარეცხის შელაგებამდე ხოლმე კარადის დალაგება მიწევს აუცილებლად, იმიტომ რომ სარეცხიდან სარეცხამდე ირევა თაროები და ამიტომ ყოველი სარეცხის მოტანის დროს კარადას ვალაგებ. ნუ ჩემმა გამომწერებმა იცით. დღეს დავალაგებ კარადას. ოღონდ საჭმელებს რომ მოვჩებით ალბათ მერე, არ ვიცი, ნუ როგორც მომიხერხდება და შევალაგებ სარეცხს აუცილებლად, იმიტომ რომ ხალიჩაზე მილაგია როგორც ნახეთ. წვნიანი თითქმის დავამთავრე, ბრინჯი დარჩა ჩასაყრელი და მწვანილი და მარილი, ხოდე? ჭამე, ნუ ჩერდები. მოკლედ, მე დავიწყებ ჩაშუშულს. ნუ დღეს ეგეთი საქმეები მაქვს კიდე დარჩენილი. სანამ ლიზას ღამის ძილის დრო მოვა, ჩვენ ამ საქმეებს სავარაუდოდ მოვრჩებით.
უნდა განახოთ აუცილებლად ლილეს სამზარეულო, რაც სესო მაჩუკა, ჩვენ მაჩუკეთ დაბადების დღეზე და უნდა სკოლაში უნდა წაიღოს ლილემ თავისი დაბადების დღის საჩუქრები სიმბოლური მისი კლასელებისთვის. ამ ყველაფერს ნახავთ ამ ვლოგში აუცილებლად. ასე რომ დავისვენებ ხა სანამ ეს საჭმლის ჭამას მორჩება და მე უკვე გავალთ ორივენი ზალაში და ეს თავის საქმეს მიხედავს და მე ჩემს საქმეს მივხედავ. თან ჩემს ვლოგერს ვუყურებ. აი აქ მაგ აიპადით და სანამ ჭამს ვუყურებ ჩემს ვლოგერს. როგორც თქვენ უყურებთ ხოლმე საქმის დროს ან ჩემს ვიდეოებს, ან სხვის ვიდეოებს, ასე ვაკეთებ მეც. Короче, застрял в лифте, и до этого еще курткой где-то обтерся, у него вообще куртка вся в краске. Надо будет ее вообще, наверное, выкинуть. Короче, мы уже ждем нормальную погоду, чтобы просто переодеться. А я вообще всю зиму в одной куртке году. А мне хотелось беременную зимнюю фотосессию, если честно, сделать. Представляла себе вот ее в комбезе, на фоне снег. Я такая животиком прикольная, стильная мамашка. Но так такого и не сделала. Вот. Потом я думала, что хочется... Titi იბანავა. ესე იბანავა. ტუტუ. ვანაში ვარ ხა უკანთან ვუციევ საჭმელს, იმიტომ რომ ცოტა ცხელი მომივიდა წყალი. თერმოში რავი რატო აღარ ვასხავ ამ ბოლო დროს რაღაც გადავეჩვიე თერმოში ჩასხმოსარა და ძალიან კომფორტულია თერმოში გამზადებული ტემპერატურის წყალი. თან კარგი ის თერმოსი გამოგვადგა რამდენიმე საათი ნარჩუნებს მინიმუმ 3 საათი. ისე ტემპერატურას ინარჩუნებს, რომ საჭმლისთვის ნორმალურია, შეიძლება 4-იც. ვაბანავე, როგორც ნახეთ, ახლა მიირთმევს საჭმელს, 11:30 ხდება ამასობაში და ვნახოთ რომელ საათზე დაიძინებს, რომ დავაძინებ, საათს აუცილებლად გეტყვით. სანამ ეს მიირთმევს. ნუ გეზარება. მიდე ახლა კატიზალაში ვაიმე. ლილე. კატიზალაში ხა მიდი რომ ჩავაქრო შუქი აქ და სანამ ეს ქალბატონი აგერ მიირთმევს საჭმელს. ჩვენ ეს გარდირობი დავალაგეთ, ნუ ასე თუ ისე დავალაგეთ, რომ შემდეგ ის არისხი შევალაგო. შუქი უნდა ჩავაქრო, მაგრამ მანამდე ლოგინი გავუსწორო. ყველაფერი ყრია ამის ლოგინზე. იმედი მაქვს ლიზა მალე დაიძინებს და მე მივიდეთ და წავიკითხოთ ვლოგზე კომენტარები. დიდი ხანია არ წამიკითხია კომენტარები. თორმეტის ნახევარია, ეხლა დაიძინა ლიზა. ეხლა უნდა დავაწვინო ლილეც. მანამდე მინდა განახოთ ლილეს სამზარეულო. ესე გამოიყურება. ესე გამოიყურება ვიზუალურად. და ეხლა რა ხდება აქ? ამაში მივეცი $85 ღირდა თვითონ ეს სამზარეულო და ნუ მოტანიანად დაჭდა სადღაც $100 რა. ეს არის დაფა. აქ შეუძლია ბავშვს რომ დაწეროს ცარცით. ეს არის დაფა. და იღება სათავსოა. ესეც მაციურის ამბავია, ვითომ აი ყინულებია, ეს ყინულები აქ იყრება და მე შეუძლია რომ აქ ჩამოიყაროს. აქ ვითომ ჭურჭლის სარეცხი მანქანა აქვს. ესეც იღება, თვითონ სტიჩი ყავს შეგვიძლია. აქ გაზი და კარადა ვითომ რაღაც ჩვეულებრივი ესენი ტრიალებს. შემდეგ ეს მიკროტალღური. ესეთი აქ პლასმასის ის აქვს. ეს უნკანი. ესენი არის ალუმინივით, არ არის პლასმასი და რაღაცა, ანუ
ესენიც ალუმინებია. და ეს არის ტელეფონი. ესეთი. დასარეკი. ვითომ დარეკავს. ესეთია. და ნავი, ძალიან კარგი ფასია, მე მგონი და ხარისხიც ძალიან კარგი აქვს. ხო, და აქვე განახებთ იმას, რა ქვია, რა უნდა აჩუქოს ბავშვებს. ესეთი ის არის, აღარ მახსოვს ეს განახეთ, არ მინახებია. ესეთი აწერია ლილეს birthday K204 და აქეთ აწერია girl. მე მგონი არ მინახებია. აქ ხო არ მინახებია თქვენთვის, ხო. აქ არის ესეთი სათამაშო, შიგნით ესეთი ბურთები ყრია. ამაში უნდა ჩაასხან წყალი და ნუ ორი ცალი ღილაკი აქვს და აწვება და ეს ბურთები შიგნით ამ წყალში ითამაშებს. შემდეგ ეს არის პატარა წიგნი ესეთი. არის სტიკერები. ამაში არის ბევრი სტიკერი, ბევრნაირი, ბევრი ძალიან. ნუ შეიძლება ააწროს ბავშვს და დააკროს სადაც უნდა. ასევე დიდი ლოლიპოპი. ესეთი და ესეთი ოქროს მონეტა, ჩვენ ბავშვობაშიც იყო ესეთები, შოკოლადია შიგნით. აი ესე, 16 ბავშვი. 16 ბავშვისთვის სიმბოლურად მე მგონი არ არის ცუდი და ყველაში ესედებს უბრალოდ ბიჭებში girl და boy იმიტომ აწერია რომ ეს არის მოანასი, გოგოსი და ეს არის ბიჭის ესეთი აღარ მახსოვს ამ რობოტ იმას კოსმონავტია ეს ხო იცით ეს ბიჭის არის თუ დანარჩენი იგივეა. დანარჩენი იგივეა და ეს ყველაფერი გამოიყურება ესე. აი ესე და როცა გავუშვებ სკოლაში გავატან და აჩუქებს თავის კლასელებს, ხო? ამასობაში აი ნახეთ ეს სახე ამისი ესე გამოიყურება ჩემი პეტელეს სახე. და შემზავანა ხო ჩემი ზურგი. არა ზურგი და მუცელი არა. დაახლოებით იციან დედიკო როგორც აგ ხა სახე უბრალოდ შეგვიძლია რომ ანახოთ. ისეთი ლამაზი თვალები. ისეთი სიკუალულია გებხანება დაიბანე პირი? და კონშვალები. ასე რომ ესე ცოტა ხა დამირეკა რომ მოვდივარო უკვე აქეთ ის დასასმელი არის ლილეს რაც უკვე აღარ მოსწეს და პატარა აქვს და იქ ალაგია 4 წელზე და 5 წელზე დასასმელი ასე რომ ზოგიერთი ისეთი არის რომ საერთოდ არც მიაწესიერად და თუ ვინმე ხართ აქ და ყავთ 3 4 5 წლის გოგონა 3 წელზე წავა იქ დასასმელი ისეთებია 4 წელზეც და 5 წელზეც თუ ვინმე ყავთ მითხარით მობრძანდით ჩემთან არჩიეთ, წაიღეთ რომელიც გაგეხარდებათ, თუ არა და ისედაც შენახული მაქვს იქიდან რაც მინდა რომ ლიზას შეხვდეს, არ არის ცუდი რაღაცეები. ზოგიერთი მიდევს უბრალოდ რომ ვინმე რო დაჭირდეს ვაჩუქებ. არც ვიცი რა, მენანება ესე რომ გადავყარო, ნაგავში ვერ გადავყრი ნამდვილად და თუ არავინ არ იჩუქებს და ვერ იჩუქებს აქ მე უკვე ავანათით საქართველოში გავაგზავნი და იქ ვიცი ვისაც უნდა გავუგზავნო და ის უკვე დაურიგებს იმ ადამიანებს, ვისაც სჭირდება. ასე რომ, ნუ ეს ძალიან ისე ვისარგებლე მომენტი. ეხლა წავედი მე ლილესთან ცოტა ხანი დროს გავატარებ, სანამ დაიძინებს და მე უკვე მივიდეთ და წავიკითხოთ ერთად კომენტარები. დაზამთრდა რა არის იდეა? ანუ ზამთარი მოვიდა, winter, ხო? დაზამთრდა. ახალი წელიც მოახლოვდა და ზამთრის ადადეგების ბედნიერი ხანაც დაიწყო. პატარა ანას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, სოფელში მიდიოდა ბებოსთან. იქ სადაც ნამდვილი ზამთარია, ბევრი თოვლით, ციგებით, თხილამურებით, შეშის ღუმელით, ბებოს დაცხობილი გემრიელი ხაჭაპურებით. ანამ სასწრაფოდ ჩაალაგა ბარგი და მამიკოს სულ 100 კინკილით გაჰყვა სადგურზე. სოფელში რომ ჩავიდნენ, მართლაც მსხვილად ბარდნიდა. ანას ფეხები ეფლობოდა თოვლიან გზაზე. ბებოს მაგრად ჩაეხუტა და სასწრაფოდ გავარდა გარეთ, თოვლში სათამაშოდ. ბებო გავისეირნებ. დედამ მითხრა სუფთა ჰაერზე დიდხანს იყავიო, მიაძახა ბებიას. კარგი ანა, ოღონდ შორს არ წახვიდე. მალე მოდი რომ გემრიელად გასადილო. სადილობის მერე მეზობლების ბავშვებიც გამოეფინებიან და ციგა გაიტანე, კარგად გაერთობი. კარგი ბე, დაჰპირდა ანა.
putting in these eye drops. დავასრულე ლილესთან ზღაპრის წაკითხვა. ეხლა წავიკითხოთ კომენტარები და ეს ვლოგიც ნელ-ნელა დასასრულისკენ წავა. რა შევიდე? გაიხადე ხო? დავიწყოთ კითხვა. პირველი კომენტარიდან, პირველიდან. პირველი ამომიგდო სალომის კომენტარი. სალომე კვიტაშვილი არის ჩემს ჩატში, ესე ვთქვათ. სადაც ყოველთვის ვეხმიანებით ერთმანეთს და ვუზიარებთ ჩვენს ამბებს, ისტორიებს და ასე შემდეგ. უკვე თითქმის 2 წელია ეს ჩატი არსებობს და ვართ 5 ადამიანი ჩემი ჩათვლით. ხო არ ვწდები. მადონა, დიანა, სალომე, მაგდა და მე. ხო, არ ვწდები. ხო, და დამიწერა რომ უკვე დიდი ლილე გოგო, სულ ბედნიერ და წარმატებულ გზებზე ევლოსო და აქაც მადლობა ჩემო გოგო. მადის live vlog გილოცავთ. ძალიან დიდი მადლობა მადი. მარი კაპანაძე, გილოცავთ ლილეს იუბილეს, ბედნიერი და გახარებული გოგო გიმყოფოს უფალმა მრავალი წელიო. მარიამ, მადლობა ძალიან დიდი. ზოია თუაევა, თუ სწორად ვკითხულობ, თუ არასწორად ვკითხულობ, მაპატიე. მოგესალმები ლიკუნა, გილოცავ ლილეს დაბადების დღეს, უფალმა ჯანმრთელი ბედნიერი წარმატებული გოგონა გიმყოფოთო. მადლობა ზოია, ძალიან დიდი. ირინა გუდური. ლილუ ბაცაცუნა, გილოცავ შენ ლამას დღეს, გისურვებ ულევს სიხარულს, ბედნიერს ღაბრულ მომავალს, გამოჯანმრთელება. ჩემო პატარავო, ძალიან დიდი მადლობა. დალი თოიძე, გილოცავთ ლილეს დაბადების დღეს, გახარებულები გამყოფოთ ღმერთმაო. მადლობა დალი, ძალიან დიდი. ლამზირა მირცხულავა, ლიკუნა გილოცავ შენი ლილეს დღეს, საუკეთესო მომავალი ქონოდესო. მადლობა ძალიან დიდი. მადო ეს ერთ-ერთი ჩათის გოგონა არის. მინდა რომ იცნობდეთ სალომესაც, მადოსაც, იმიტომ რომ კომენტარებში ხშირად შეგხვდებათ და ესენი ჩემთვის განსაკუთრებული ადამიანები არიან. კიდევ ერთხელ და მრავალჯერ მოგილოცავ და გილოცავ ლილეს თავის ოჯახთან ერთად. კიდევ ერთხელ და მრავალჯერ მოგილოცავ და დაგილოცავ ლილეს თავის ოჯახთან ერთად. მადლობა დიდი. ლეილა სამადაშვილი, გილოცავთ ყველაფერს საუკეთესოს უსურვებ ლილეს. უღრმესი მადლობა. თათია მეგუთნიშვილი, მუდამ ბედნიერი ჯანმრთელი ლაღი და ფერადი გოგო გყოლოდეთ, ბედნიერ მომავალს ვუსურვებ ლილესო. ძალიან დიდი მადლობა. ნინო ბურჯანაძე, გილოცავთ ჯანმრთელი და ბედნიერი გიმყოფოთ ღმერთმა. უღრმესი მადლობა. სოფო, გილოცავ ლიკუნა, ბედნიერი გოგო გყავდესო. მადლობა. ანა, გილოცავთ საუკეთესო სურვილებით. ამ თამაშზე მეც დიდი სიამოვნებით გავერთობოდი. არასდროს არაფერს არ ვგეგმო, სპონტანურობას მიუყვებიო. ხო, მე ვერ ვისწავლე ჭკუა, მაგრამ ბევრი გაუგებრობების მიუხედავად, მაინც ზოგჯერ წამეგეგმება ხოლმე რაღაცები. თამარ ჯიმუხაძე. თამარ ჯმუხაძე. თამარ. გილოცავთ დიდი სიყვარულით და საუკეთესო სურვილებით. მადლობა. მაკარე ხუიაშვილი, ლილე გილოცავ დაბადების დღეს. მადლობა. მაია ბერიძე, გილოცავთ საუკეთესო სურვილებით, ჯანმრთელობა და ბედნიერი მომავალი ლილესო. მადლობა დიდი. მარიამ გელხაური, გილოცავთო. მადლობა. მადოს კიდევ ერთი სტიკერები. მაკა გონგაძე, გილოცავთ ლიკუნა და სოსო, ლილე უსაყვარლესო, დიდი ბედნიერი და ჯანმრთელი გაიზარდე. ტორტი სუპერ, ლიზა, რასაოცრება ხარ, როგორ უყურებდა ტორტის ჩაგრობას ბედნიერადო. ხო. მან მაგ კადრების გადასაღებად დედამ ბევრი იწვალა, იმიტომ რომ მამასაც და შვილებსაც ეზარებოდათ. მადო კიდევ ერთხელ ლილეო. რამდენი კომენტარი დაგიწერია, ახლა შევამჩნიე იმის კითხვის დროს. კი ვალაიქებ, არა? სახელებს არ დავკვირვები ვარ. თამუნა გელაშვილი, გილოცავთ ყველას. მადლობა.
მარიამ გელხაური გულები ძაღლუკა 505 გილოცავთ მადლობა ნინო ნინა გილოცავთ მადლობა თამუნა სუხიშვილი თუ სუხიშვილი მაპატიე თუ არასწორად წავიკითხე გილოცავთო და მადლობა შემდეგ არის ეკა ესაკიას ტიპი ჩაი ესე ვთქვათ ვიდეოზე დონაცია $5 ოდენობით ინსტაგრამზეც ყოლია თურმე იქაც მოგიხადე მადლობა და აქაც ძალიან დიდი მადლობა $5 კი არა 5 ცენტისთვისაც თითო ცენტისთვისაც ძალიან დიდი მადლობა რა უღრმესი მადლობა ეკა მარინე გილოცავთო მადლობა რუსუდან კახიძე გილოცავთო მადლობა და ბოლო დონაცია ანანო კაკაბაძე გამიკეთა $5 ოდენობით და ასევე ძალიან დიდი მადლობა ანანოს ეს იყო ჩვენი კომენტარები ბოლო ვლოგზე ამით დავასრულებ კომენტარებთან დაკავშირებით საუბარს ახლა კიდე ორი სიტყვით გეტყვით კიდევ ერთხელ ორივე თქვენგანს ძალიან დიდ მადლობას თქვენი დონაციისთვის უღრმესი მადლობა ბავშვებო ვისაც გაქვთ სურვილი და მომავალში გექნებათ სურვილი დონაციის ამონათდება ეკრანზე სურათი ვისაც ეს ღილაკი გიჩანთ არ აქვს მნიშვნელობა რამდენი იქნება არ ვიცი მინიმალური არის $2 მინიმალური სამწუხაროდ $2-ზე მეტს ვერ და დონატებთ სამწუხაროდ. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, უფრო მეტად დავწევდი, მაგრამ არ არის ჩემზე დამოკიდებული, მინიმუმ $2 შეგიძლიათ, რომ მოიცადე არა არის? შემიძლია ერთი წამი? არა, არ შემიძლია, მოდი განახოთ. ესე იგი ნახეთ, ესეთი რაღაცა მოწე გამოჩნდეს. აი, დაბლა არის სულ ჩასული. მე ესე ხა შემიძლია რომ ავწიო და აი ესე გავხადო. ყველაზე მინიმუმი არის $2. სამწუხაროდ ამაზე დაბლა ვერ დავწევ, თორე სიამოვნებით დავწევდი, რატომაც არა. ვისაც გიჩანთ სენქს ღილაკი და მარტო ჩემ არხზე არა, მე გეტყვით რომ ვისაც უყურებთ და ჩანს სენქს ღილაკი და მოგწონთ ის ადამიანი, ძალიან სასიამოვნოა. ეს არის ერთგვარი ტიპი, ეს არის ერთგვარი ჩაი, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ YouTube ისედაც უხდის ვლოგერს, მაგრამ მაყურებელი რომ რაღაც თანხას გიდონატებს, ძალიან სასიამოვნოა. არ აქვს მნიშვნელობა რაოდენობას 1 ცენტი, 2 ცენტი, 5 ცენტი, 10 ცენტი, ხო? ლაივში დაურტყავთ დონაციას თუ ვლოგზე დაურტყავთ დონაციას თუ $2 მინიმალურს მაინც დაარტყავთ. ან მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის თქვენზე დამოკიდებული, თქვენს კეთილსურვილზე დამოკიდებული, არავინ არაფერს შეერახათ საერთოდ ვალდებულებ. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, თითოეული სიტყვისთვის, მოლოცვისთვის, დალოცვისთვის, დონაციისთვის, აბსოლუტურად ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა. არ ვიცი როგორი გამოვიდა ეს ვლოგი, იმედია რაღაცნაირად საინტერესოც იყო. და ღვთისწყალობით ისევ დაგიბრუნდებით ხვალ ახალი ვლოგით. ეხლა კიდე დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო. დიდი მადლობა ყურებისთვის. გააქტიურეთ ზარის ღილაკი, გამოიწერეთ ჩემი არხი და ვინც აქამდე უყურეთ, კომენტარებში დამიწერეთ ყვითელი გულები. დროებით შემდეგ შეხვედრამდე.